5 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა. ოკუპანტებმა ჯამში 3 სარაკეტო, 65 საავიაციო და 50 საარტილერიო იერიში განახორციელეს. შეტევებისას კრემლმა 29 ერთეული ირანული წარმოების დრონიც გამოიყენა. ხარკივის ოლქში ერთ-ერთი დასახლების დაბომბვის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ეს დაბომბვა ერთ-ერთ სასიკვდილო იერიშად შეფასდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა აგრესორებმა გამიზნულად დაარტყეს მშვიდობიან მოსახლეობას. რუს სამხედროებს შეუძლებელია რომ არ ცოდნოდათ თუ სად ურტყავდნენ. ეს არ იყო ბრმა თავდასხმა, ხალხი იყო იქ შეკრებილი ქრისტიანული ვახშმისთვის. ვის შეეძლო რომ მათთვის ესროლათ, მხოლოდ ბოროტებას. 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 წლის ბიჭი. უსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ამ დასახლებაში, სადაც რუსებმა იერიში მიიტანეს, ომამდე 500 ადამიანი ცხოვრობდა. ახლა კი ომის გამო ხალხი ტოვებს სახლებს და 300-ზე ნაკლები მაცხოვრებელია დარჩენილი. დარჩენილი მოსახლეობიდან დაიღუპა 50-ზე მეტი. ესაა გენოციდი, რუსული აგრესია. უკრაინის პრეზიდენტი ესპანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ კონკრეტული შეთანხმებები მიღწეულია. ერთადერთი საშუალება რუსული აგრესიის შესაჩერებლად ესაა უკრაინელი სამხედროების გაძლიერება და კიევი დამატებით შეიარაღებას აუცილებლად მიიღებს. დასძენს უკრაინის პრეზიდენტი. ჩვენ გვექნება მეტი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ცხადი შეთანხმებები გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზამთრის მოახლოებასთან ერთად. ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. მადლობა. ჩვენი მებრძოლებისთვის უფრო მეტი არტილერიაც გვექნება. გვექნება მეტი შორი მოქმედების რაკეტები და რა თქმა უნდა, მეტი სამართლიანობა იქნება. უკრაინის არმია კი შეტევას აგრძელებს. როგორც უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება, მათი მთავარი ამოცანაა რუსული არტილერიისა და სარაკეტო სისტემების განადგურება. ფრონტის ხაზზე 5 ოქტომბერს აქტიური საბრძოლო მოქმედებები ზაპორიჟიეს ოლქში სამხრეთ ფლანგზე გაგრძელდა. კიევი იუწყება, რომ რუს ოკუპანტებს უკრაინის დამცველები ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც ოკუპანტების ცოცხალი ძალა, შეიარაღება და აღჭურვილობაა თავმოყრილი, 12 დარტყმა მიაყენა. უკრაინის სარაკეტო ძალებმა გაანადგურეს რუსების საარტილერიო საშუალებები, საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, საბრძოლო ტექნიკა, ასევე კავშირგაბმულობის კვანძები, რადიოკავშირის საშუალებები და რადიოელექტრონული ბრძოლის სადგურები. ჯამში ერთ დღეში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 620 ოკუპანტი დაიღუპა. განადგურდა 20 რუსული ტანკი, 30 ჯავშან მანქანა, 23 საარტილერიო საშუალება და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსებმა სახმელეთო შეტევა განაახლეს ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ლიმანის მიმართულებით უკრაინის არმიამ 4 რუსული შეტევა წარმატებით მოიგერია.